მოვისმინეთ ბევრი განცხადება ევროკავშირიდან და დასავლეთიდან და ასე ვთქვათ, არც ერთი არ იყო დადებითად განწყობილი საქართველოს მთავრობის მიმართ. როგორია თქვენი შეფასება, როგორ განვითარდება მოვლენები ამ კუთხით და რას ველოდოთ საქართველოს და ევროკავშირის მიმართ ურთიერთობებში? გარკვეულწილად ქართულ ოცნება ახლა გადის წყალგამყოფის თუ შეძლებს პროტესტის გადატეხვას, მათ შორის იმ საბაბით, რომ ძალადობის კონტექსტში რუსთაველის ასე ვთქვათ პროტესტის შეჩერებას თუ მოახერხებს, ეს იქნება მისთვის საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება. ამიტომ ეს უნდა გვახსოვდეს, რაც შეეხება ფართო კონტექსტს, ბუნებრივია, რომ მიუხედავად ქართული ოცნების ცალკეული განცხადებებისა და იმისა, რომ სამხრივად რჩებიან ეგრეთ წოდებული მეგობრობის რეჟიმში და ითხოვენ გარკვეულ დათმობებს და წინაპირობებს დასავლეთისგან, ევროკავშირისგან, ბრიტანეთისგან თუ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ხო? მე ნაკლებად ველოდები, რომ მათი მხრიდან რაღაცა ესეთი მნიშვნელოვანი გადახედვა მოხდეს ოცნებასთან ურთიერთობის, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთსა და ევროკავშირის შემთხვევაში. ისინი სანამ უყურებენ, რომ ესეთი ანტიდემოკრატიული ნაბიჯები იგრძნობა ქვეყნის შიგნით, უახლოეს პერსპექტივაში არ ველოდები რაიმე სახის ცვლილებას, მიუხედავად იმისა, რომ გამართლდა ეხლა თქვათ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ასე ვთქვათ მექანიზმები ევროკავშირში, ის ითვალისწინებს სამწლიან ასე ვთქვათ გარკვეულ ვადას, რომელიც მხოლოდ ხალხზე ვრცელდება, ანუ ხალხს მოსახლეობას, ჩვეულებრივ მოსახლეობას უნარჩუნდება უვიზო მიმოსვლა, ხოლო ოფიციალური პირები, სახელმწიფო ოფიციოზი შეიძლება პირდაპირ სანქციის ქვეშ აღმოჩნდეს. ეს არის ყველაზე მოსალოდნელი სცენარი განვითარება, რაც შეეხება ევროკავშირის მიმართულებით და უვიზო მიმოსვლის მიმართულებით. თან თუ დავაკვირდებით, ჩვენ შემთხვევაში ეს 3 წელი იქნება თუ არა ვადანდელი საპარლამენტო არჩევნების პასაკითხი, მაგრამ ემთხვევა 2028 წელს. ანუ გარკვეულწილად ევროკავშირი ამით კიდევ აძლევს საქართველოს მოსახლეობას აქაურ პოლიტიკურ სპექტრს, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ცხოვრებას იმის ვადას, რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში 2028 წლისთვის რაღაცა ცვლილებები მოხდეს და იქ გადაიხედება უკვე საბოლოოდ მნიშვნელოვნად საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი, რომელიც შეიძლება ვთქვათ ყველა შეეხოს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ძირითადი ხაზი ქართული ოცნების და ისევე ევროპის და დასავლეთის ამ პოლიტიკური ურთიერთობების თვალსაზრისით უახლოეს პერიოდში შენარჩუნდება და რაღაც ახალი ცვლილებები აქ მოსალოდნელი არ არის.